ისტორიული გარიგების ამბის მოსაყოლად Silk Road ჯგუფი წინანდალში პარტნიორებთან ერთად ჩავიდა. გლობალურ ასპარეზზე მიღწეული უდიდესი წარმატება თავიდან დაუჯერებელი ჩანდა, თუმცა საქართველოს ისტორიაში ამ ჯგუფმა ეს პირველად შეძლო. Silk Road ჯგუფმა 400 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები წარმატებით გამოუშვა, 5 წლით და 7.1%-იანი განაკვეთით. Silk Road ჯგუფის წარმატების ისტორიაში ამით ახალი თავი იწყება, რომელიც კომპანიისთვის პასუხისმგებლობაცაა და სიამაყის საბაბიც. ჩვენ ვართ პირველი ჯგუფი, თუ არ ჩავთვლით ბანკებს, კერძო კორპორატიული ჯგუფი, რომელმაც დამოუკიდებლად მიიღო რეიტინგი, ასეთი მაღალი რეიტინგი, რამაც საშუალება მოგვცა, რომ აგვეწია ემხელა თანხა ესე დაბალ პროცენტში. აქედან გამომდინარე, თუ ეს ჩვენ გამოგვივიდა, ეს უკვე ესე ვთქვათ, როგორც ყინულჭრელი შეგიძლია შეხედო, იმიტომ რომ ეს სხვა კომპანიებსაც გამოუვათ და ეს ზუსტად არის, რაც ჭირდება, რომ კაპიტალ მარკეტზე წვდომა. ანუ შენ თუ შეგიძლია ბიზნესი გააკეთო, რომ შენ წახვიდე და ფული მოვიზიდო. და ეს ნდობა, რაც გამოგვიცხადა საერთაშორისო ინვესტორებმა და ესენი არიან უდიდესი ინვესტორები მსოფლიოში, ამერიკაში, ბრიტანეთში, შვეიცარიაში, საერთაშორისო საქართველოშიც და აი ეს დიდი ნდობა არის მნიშვნელოვანი როგორც მარტო ჩვენი ჯგუფისთვის კი არა, ჩვენი ეკონომიკისთვის. აი ეს არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და თან ის რომ 300%-ზე მეტი იყო, ესე ვთქვათ, შემოთავაზება, ვიდრე ჩვენ გვჭირდებოდა. ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი და თვითონ აი JP Morgan UBS-ის ბანკირები იყვნენ გაკვირვებულები. JP Morgan Silk Road ჯგუფის დამფუძნებელს შემთხვევით არ უხსენებია. ობლიგაციების გამოშვების პროცესი JP Morgan-მა მსოფლიოს მეორე უმსხვილეს საინვესტიციო ბანკთან UBS-თან ერთად მართა. შედეგმა მათ მოლუდინსაც კი გადააჭარბა. ამის საფუძვლად კი კომპანიის მრჩევლები Fitch-ის საკრედიტო რეიტინგში კომპანიისთვის მინიჭებულ BB- კატეგორიას ასახელებენ, რაც მხოლოდ ერთი საფეხურით ჩამოუვარდება თავად ქვეყნის რეიტინგს. We've been working at Silk Road for a number of ჩვენ years. Silk Road-თან უკვე რამდენიმე წელია მუშაობთ. ჩართულები ვიყავით ობლიგაციების პირველივე განთავსების პროცესში 2019 წელს. სასიამოვნოა, რომ აქ ვართ 7 წლის თავზეც. ჩვენი ჩართულობა რამდენიმე ტრანზაქციას ფარავდა. ეს უკავშირდებოდა სარეიტინგო სააგენტოების მუშაობას, რათა Silk Road ჯგუფისთვის საკრედიტო ისტორია შეგვექმნა ინვესტორების თვალში. დიდი სამუშაო გავწიეთ, რის შემდეგაც უკვე გადავინაცვლეთ ტრანზაქციის აღსრულების პროცესში. შედეგი ფანტასტიკურია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლაბორაცია გაგრძელდება. საინვესტიციო საზოგადოება გამოხატავს ნდობას Silk Road ჯგუფის მიმართ, რაც განმეორებად ტრანზაქციებშიც აისახება. კომპანია აშკარად იზრდება. დარწმუნებული ვარ, სამომავლო ობლიგაციების განთავსებაშიც ბევრი შესაძლებლობა გამოგვიჩნდება. ამის მჯერა, რადგან მიმუშავია ამ კომპანიასთან. ვხედავ, რას მიაღწია, ვხედავ მათ აქტივებს. დარწმუნებული ვარ, ის ინვესტორები, რომლებიც ამას ნახავენ, გაიაზრებენ ამ მოცემულობას და სწორედ ეს იქნება მომავალი ტრანზაქციის საფუძველიც. ეს იყო ყველაზე დაბალი სპრედი, რომელსაც ქართულმა კერძო კომპანიამ მიაღწია. ამის მიზეზი ისაა, რომ საბაზრო კონდიცია იყო ძალიან ძლიერი და კონსტრუქციული. Silk Road-ისთვის ეს იყო მოგზაურობა ინვესტორების ნდობის მოსაპოვებლად, რასაც წარმატებით გაართვა თავი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ Silk Road 2024 წლის შემდეგ პირველი კომპანია იყო საქართველოსთან, რომელმაც ობლიგაცია გამოუშვა. საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ბაზარზე თავისი ობლიგაციები ბოლოს 2021 წელს გამოუშვა 5 წლიანი პროექტით. მას შემდეგ მთავრობის ობლიგაცია საერთაშორისო ბაზარზე საქართველოსთან აღარ განთავსებულა. ასე რომ უფრო დიდი როლი ქვეყნის წარდგინაზე ისეთმა კომპანიებმა აიღეს, როგორიცაა Silk Road ჯგუფი. როდესაც ინვესტორები ფიქრობენ ინვესტიციაზე, მათ უნდა ესმოდეთ პოლიტიკა, მაკროეკონომიკა, ეს რისკიცაა და შესაძლებლობაც. Silk Road ჯგუფმა დიდი დრო დაუთმო იმას, რომ მათთვის ფართო სურათი დაენახებინათ, აეხსნა და განეახლებინა ინფორმაცია ინვესტორებისთვის პოლიტიკურ განვითარებაზე, ეკონომიკაზე, საკრედიტო განაკვეთებზე, რათა დაინტერესებინა ისინი საქართველოში ინვესტიციით. ნდობა აქ საკვანძო სიტყვაა. Silk Road ჯგუფის ობლიგაციებზე მოთხოვნამ სამჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და 1.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. როგორც ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ამბობენ, პროცესში 60 ინვესტორი იყო ჩართული. დაახლოებით 10% ქართული, 90% კი საერთაშორისო კომპანიებიდან და ფონდებიდან. ეს ყველაფერი კი დგას ნდობაზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს კომპანიის მიმართ წლების მანძილზე გამოუმუშავდათ. The trust is a very interesting concept that
only emerges over time. So ნდობა ძალიან საინტერესო კონცეფციაა, რომელიც მხოლოდ დროსთან ერთად მოდის. ის უნდა მოიპოვო. მნიშვნელოვანია გააგრძელო ინვესტორებთან მუშაობა, გაუზიარო მათ შენი წარმატებები და არ დაუმალო შენი გამოწვევები. კომუნიკაცია უნდა იყოს რეგულარული და ძალიან ღია. გუნდმა ამ მხრივ დიდი საქმე გააკეთა. ვიყავით მუდმივ კონტაქტზე ინვესტორებთან. დავესწარით არაერთ კონფერენციას, სადაც წარუადგენდით კომპანიის შედეგებს. ხშირად ერთ დისტანციურ ზარზე 70 ადამიანი ერთად ვისხედით, რადგან კოორდინაცია ყველასთან საჭირო იყო. ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება თუ რა ხდებოდა საქართველოში, რადგან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ევრობონდი არ გაკეთებულა. ჩვენ შეგვეძლო ბევრი კარგის თქმა საქართველოს ეკონომიკაზე, ზრდაზე, ძალიან დაბალ ინფლაციაზე და ეს ყველაფერი მაკროფაქტორებია ქვეყნის მიმართ ნდობისთვის. თავისი როლი ჰქონდა ცენტრალურ ბანკს, რომელმაც ვალუტა სტაბილურად შეინარჩუნა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ელემენტებია, როდესაც კომპანია მიდის კაპიტალის ბაზარზე. უნდა აჩვენებდეს, რომ ის არაა არასაჭირო რისკზე წამსვლელი. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანი ელემენტია ნდობისთვის. ეს 400 მილიონით საქართველოს ბაზრისთვის ძალიან დიდი ზომა იყო და ეხლა კიდე ეს რომ 3-ზე უფრო მეტად გადააჭარბა, ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო და ეს კიდე ერთხელ უჩვენებს იმას, რომ დაინტერესება მართლაც არის. ნაწილი თანხისა მოხმარდება გადაფინანსებას. ჩვენ მქონდა სილკნეტის დონეზე ასევე ობლიგაციები, რომელიც ამ ტრანზაქციით გადაფინანსდა ადგილობრივ ბანკებში, ქართულ ბანკებში ჩვენ სტუმარ მასპინძლობის ბიზნესზე და დეველოპმენტზე გამოყოფილი სესხები და დარჩენილი თანხით ჩვენ გვაქვს დიდი პროექტები რა, რომელიც არის ძირითადად დეველოპმენტის კუთხით და ასევე სილკნეტის განვითარების კუთხით, რომელიც ძირითადად 5G-ს განვითარებას მოიცავს მთელ საქართველოში და ასევე დატა ცენტრის აშენებას საქართველოში. გეგმები უფრო შორს მიდის. მოზიდული თანხა ჯგუფის მიზნებს მოხმარდება. პირველ რიგში კომპანია Silknets, როგორც ჯგუფის ფლაგმან პროექტს. ამ მხრივ არსებობს ამბიციური გეგმა უახლოეს მომავალში ქსელი 5G სიხშირეზე გადაიყვანონ. იგეგმება ციფრული პროდუქტებისა და ეკოსისტემის განვითარებაც. იქნება ეს ციფრული ბანკი თუ სხვა სერვისები. ყველაზე დიდი გათვლა კი მონაცემთა ცენტრის მშენებლობაზე კეთდება, რომელსაც Silknet-ი გლობალურ კომპანია Orange-თან ერთად ახორციელებს. უმაღლესი ხარისხის დატა ცენტრის მშენებლობა დამფუძნებლის გათვლებით წელიწად ნახევარში დასრულდება და B2B კლიენტებს მოემსახურება. Silk Road ჯგუფისთვის სატელეკომუნიკაციო კომპანია ყველაზე ძვირფასი პროექტია, რომელმაც თავის მხრივ კორპორაციას გზა გაუკვალა მასშტაბური ობლიგაციების მოზიდვაში. ამ მხრივ პირველი გამოცდილება სწორედ Silknet-ს უკავშირდება. Silknet 2019 წლიდან არის წარმოდგენილი ევროობლიგაციების საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ დიდი ხანია უკვე თანამშრომლობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, JP Morgan-თან, UBS-თან და შესაბამისად აი ამ მოგცა საშუალება, რომ 2019 წელს გაგვეკეთებია სადებიუტო ემისია, შემდეგ 22 წელს დავარეფინანსირეთ და 300 მილიონი დოლარის გამოშვება შევძელით და აი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდით ჩვენს ინვესტორებთან, უყვებოდით მოკლედ Silknet-ის და კომპანიის შედეგებს, ფინანსურ მაჩვენებლებს, ქვეყნის ეკონომიკის მიღწევებს, ასე ვთქვათ და შესაბამისად შევძელით, რომ დიდი ნდობა მოგვეპოვებია მათი მხრიდან, რომელიც ვფიქრობთ, რომ გადამწყვეტი იყო აი ამ წარმატებაში. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა თვლის, რომ 400 მილიონიანი ევრობონდი საეტაპო მომენტია, როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის. ქართული კომპანიების საერთაშორისო ფონდებთან ინტეგრირება კი გზას უხსნის სხვა კომპანიებსაც, რომ საკუთარი ამბიციები გაზარდონ. მაკროეკონომიკური სტაბილურობა კი ამ საქმეში გადამწყვეტ ფაქტორად დარჩება. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რასაკვირველია Silk Road ჯგუფისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმინეთ, როგორი ამბიციური გეგმები არის და ეს დაფინანსება მოხმარდება ჯგუფის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, თვითონ ასე ვთქვათ, თქვენი საქმიანობის მეტად გაფართოებას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც უკვე ითქვა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ეს იმავდროულად არის დიდი აღიარება, ასეთი მაღალი ინტერესი ინვესტორების მხრიდან და ჩვენ რამდენადაც ვიცით, თვითონ მოთხოვნამ სამჯერ გადააჭარბა, სამჯერ და მეტად შეთავაზებას და ესეც არის დიდი აღიარება, როგორც ჯგუფის საიმედოობის და ფინანსური მდგრადობის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის და მაკროეკონომიკური ვითარების სტაბილურობის და
შემდგომი ეკონომიკური განვითარების აღიარება და ეს არის ძალიან კარგი. სწორედ ქართულმა ფინანსურმა ინსტიტუციებმა ითამაშეს დიდი როლი Silk Road ჯგუფის წარდგენაზე კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე. საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ერთად. ტრანზაქციის თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ TBC კაპიტალი, Galt & Taggart და საერთაშორისო საბროკერო და საინვესტიციო ბანკი Oppenheimer. პროცესის იურიდიულ უზრუნველყოფაზე იმუშავეს მსოფლიოს წამყვანმა იურიდიულმა კომპანიებმა Baker McKenzie და Dentosმა. პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივი იურიდიული ფირმებიც. Dentos Georgia და BLC. ეგრეთ წოდებული ბროკერები ამ პროცესში საკუთარ ინტერესსა და როლზე Euronews Georgia-ს უყვებიან. გონია რომ ეს ემისია იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი არა მარტო Silk Road გრუპისთვის, არამედ თვითონ კომპანიების, სხვა ქართული კომპანიების იმ დროს არის ძალიან დიდი მანიშნებელია იმის, რომ მიუხედავად იმ გეოპოლიტიკური სირთულეებისა, რაც რეგიონშია, უცხოელი ინვესტორები მაინც ელოდებიან ქართულ კომპანიებს. არის ადგილი, რომ ქართულ კომპანიებმა შეძლოს განთავსებები განახორციელონ და ჩვენც მზად ვართ მათ ხარში დავუდგეთ. Galt & Taggart ძალიან მოხარულია, რომ ამ ტრანზაქციის ნაწილი ვიყავით და ერთ-ერთი მთავარი ადვაიზორი ტრანზაქციაზე. მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო Silk Road Groups $400 მილიონ ევრობონდის ემისია და ის დიდი მოთხოვნა რაც დაგენერირდა ამ ემისიაზე ხაზს უსვავს ინვესტორების მხრიდან არა მარტო ნდობას ბუნებრივია Silk Road ჯგუფისადმი, რომლის მიმართაც მათ უკვე წლები აქვთ ცნობადობა, არამედ საქართველოს ეკონომიკის მიმართაც და Silk Road ჯგუფი ამით საქართველოსაც წარადგენს საერთაშორისო ბაზარზე. Silk Road ჯგუფის წარმატებული დებიუტი სერიოზულად ამაღლებს კომპანიის რეპუტაციას. საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის 400 მილიონიანი ობლიგაციების განთავსება გარდამტეხი მომენტია თავად კომპანიისთვის, უფრო ფართო გაგებით კი ზოგადად ქართული ბიზნესის წარმატებისთვის. საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გასვლა კი შესაძლოა მისაბაც მაგალითად იქცეს სხვა ქართული კომპანიებისთვისაც. მათთვის, ვინც თვლის, რომ მასშტაბურად ფიქრსა და რისკებზე წასვლას ხშირად დაუჯერებელი შედეგები მოჰყვება.